საამშვიდობისა, ვიმყოფებით ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. დღეს 371 დღეა, რაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება. საქართველოს მოქალაქეები 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დგანან ქუჩაში და აპროტესტებენ ქვეყნის უკუსლას, შეიძლება ესე ითქვას, აპროტესტებენ საქართველოს ევროპული მომავლის დაპაუზებას, აპროტესტებენ გარღვეულ უფლებებს, პოლიტპატიმრების არსებობას და ითხოვენ ახალ არჩევნებს. 2 დღის წინ, მეორე დღეა საქართველოში საუბარი არ წდება BBC-ს მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე, რომელიც გამოძიების თანახმადად გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დარბევისას ქართული ოცნების ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა რაღაც ქიმიური ნივთიერება, რომელიც წყლის ჭავლში იყო გარეული. BBC-ს ამ ნივთიერებასთან დაკავშირებით თავისი ვარაუდები. საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში ქართული ოცნების სახით, ქართული ოცნების ხელისუფლება უარყოფს, რომ საშიში ნივთიერება გამოიყენეს, საშიში ქიმიური ნივთიერება გაურიეს წყლის ჭავლში და ის გამოიყენეს მომიტინგეების წინააღმდეგ, თუმცა არ ავრცელებს და არ განმარტავს რა მინარევები იყო გარეული ჭავლში, რითაც მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევა. რა უნდა ქნან ახლა საქართველოს მოქალაქეებმა? როგორ უნდა გააგრძელდეს პროტესტი და რა მოთხოვნები ექნება გოჩა მჟავანაძეს ხედავ. გოჩა, გამარჯობა. ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ და ვსაუბრობთ BBC-ს გამოძიებაზე, რომლის თანახმადაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენა ქიმიური ნივთიერება, წყლის ჭავლში შეურიეს. რა უნდა ქნან ახლა საქართველოს მოქალაქეებმა? რა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის მოთხოვნა ქართული ოცნების ხელისუფლებისადმი? თქვენი როგორც მოქალაქის მოთხოვნა რა არის? ჩემი როგორც მოქალაქის მოთხოვნა არის ის, რომ გამოაშკარავდეს და ადგინდეს კონკრეტულად ის ნივთიერება, რომელიც იყო გარეული წყლის ჭავლში, რომელთაც მოხდა აქციის დაშლა, დარბევა, ასევე შესყიდვების მთელი დოკუმენტაცია, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ყიდულობდა აღნიშნულ ნივთიერებებს, როგორც მიმდინარე წელს, ასევე გასულ წლებს და წინა წლებში, და რასტურდეს ის ფაქტი, რომ ეგ რაც BBC-ს გამოძიებით იკვეთება არის ნამდვილი, თუ არის ტყუილი. მე ვფიქრობ, რომ რაც მოვისმინე, ნახე საკუთარი თვალით, ჩემი თანამებრძოლების მოყოლილი ამბებიდან გამომდინარე და ასევე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რაღაც არ იყო ის, არ იყო წესრიგში მოცემულობა, რაღაც იყო გარეული, რომელიც ძალიან ძინედ მოქმედებას ახდენდა მოქალაქეებზე. ეგ იყო კონკრეტულად აქტუალური ნივთიერება, კამიტე, ქიმიური იარაღი თუ სხვა შემცველობა, სხვა შემადგენლობა, ეს ჩემთვის უარად და დასრულებულად ვერ ვიტყვი, მაგრამ არსებობს გონივრული ეჭვი. და უნდა ხნას ამ შემთხვევაში ნორმალურმა ხელისუფლებამ და ნორმალურმა მხარემ მოპასუხებ, უნდა გაასაჯაროს ყველა დოკუმენტაცია და ეს ადგენილი გონივრული ეჭვი, ბრალდებები უარყოს და დაადასტუროს თავიანთი სიმართლე. მაგრამ რადგანაც სიმართლე არ არსებობს, სიმართლე მათ მხარეს არ არის ალბათ. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მაგნიტსკის სიაში არის, მაგნიტსკის სიაში მოხდა თავისი შემოქმედების შედეგად, ამბობს, რომ ეგ ნივთიერება შედენილი არის 2009 წლამდე, მაგრამ არ იყო გამოყენებული არასდროს. მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ოცნების ამბობს, რომ მსგავსი ნივთიერება, რასაც BBC-ს გამოძიებაში ახსენებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს არ შეუძლებელია და ურთიერთსაწინააღმდეგო
მოწინააღმდეგო ინფორმაციას აშენებენ ყოფილი და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრები და შეთავაზებად ეს ინგონი რაც წარმოიშვა ჩვენი გამოცდილების თანამებრძოლების მოყოლით ასევე BBC-ს გამოდიებით უბრალოდ მავდება. მე არანაირი იმედი არ მაქვს ამას ხელში გამოდიება, ანუ რეალურად გამოიძიებენ და რეალური ინფორმაცია სიმართლეს მიაწყვეტენ საზოგადოება, მაგრამ მაქვს იმის იმედი, რომ აუცილებლად იქნება ცვლილება და ცვლილების შედეგად მინიმუმ მანამდე თუ ვერ მოახერხებთ, აღნიშნული საკითხები იქნება გამოძიებული და მათში მისი შემოქმედი პირები იქნებიან აუცილებლად პასუხისმგებაში მიცემული. ამ შემთხვევაში მაქვს იმედი, გაეროს სტრუქტურის შიგნით არსებობს სპეციალური კომიტეტი, რომელიც გავს საკითხებს იძიებს და ჩვენ ყველა მოქალაქეებმა და დაზარალებულებმა, არადაზარალებულებმა და ამ აქციის მონაწილეებმა, ასევე შესაბამისმა ორგანიზაციებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ მივაწვინოთ ხმა და მივაწვინოთ ის მასალები დოკუმენტურად და დასტურებული, რომელიც მათ გამოადგებათ გამოძიების დამოუკიდებელი გამოძიების ჩასატარებლად და მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული ორგანოები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, მიიღებენ შესაბამის დომებს. ამის იმედი მაქვს ამ ეტაპზე. ხოლო ამ და ცვლილების შემდეგ მოგახსენებთ, რომ აქვს იმედი, რომ ჩვენ თვითონ გამოვიდიებთ და ყველა დაიშება, ვინც ამაში არის გარეული, რადგანაც 9 აპრილის მერე მსგავსი მიდგომა დემონსტრანტების მიმართ არავის არ გამოუყენებია და არც ერთ ვითარებაში არ ყოფილა მსგავსი აკრძალული ნივთიერება პრაქტიკაში გამოყენებული. ამიტომ აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ დეტალების გარკვევა და ამას მოვითხოვოთ მოეწყოთ. ძალიან დიდი მადლობა ეს გოჩამ ჟავანაძე. აქ ხედავ ზეცეცხლის დედას ნარგიზ დავითაძეს. ქალყო ნარგიზ, გამარჯობათ. თქვენთან მექნება კითხვა, როგორც ზვიადის მშობელთან, უბრალოდ იმ მოქალაქის მშობელთან, რომელიც გასულ წელს საპროტესტო აქციაზე დაზარალდა. მე ნანახი მაქვს კადრები, სადაც ზვიადს ხდება ჭავლი. ეს არის დეკემბრის კადრები, ხომ? გაავრცელა კიდეც დაფიორა. აი, რადგან ზვიადს ვერ ვკითხავთ ამას, თქვენ გეკითხებით, რა სიმპტომები ჰქონდა, როგორ იყო, როგორ განვითარდა მერე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ახლა როგორია? ზვიადი იმ დღეს რომ სახლში მოვიდა, იმდენად კანი ეწოდა ბავშვს, თანაბა აბანოში შევიდა, რომ გამოვიდა, მის მერეც კანი ეწოდა და ნენელა კანზე გამონაყარი დაეწყო, აი ახლაც. ციხის პირობებშიც ვიმართეთ ციხის ექიმს, რომ ხავილები აქვს ბავშვს, რაღაც შამპუნი და მაზი გამოუწერა, ისიც წლით შამპუნები და მაზი ვერა და სულ მივიდა, რომ რატო აქვს ეს ბავშვი და გუშინ ვიღე პასუხი თურმე რატო და ახლა რადგან წყლის ჭავლის შეასხეს, კი ამბობდნენ შეიძლება რაღაცა შეურიესო, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერე და რამოდენიმე ხანი კი ეწოდა კანი. მერე გაუარეს და მისი თვალის მდგომარეობა. რომ მივიყვანე ექიმთან, თვალზე აღმოაჩნდა ბადურაზე პატარა წენტი, გაზიანება. პირდაპირ ასხამდი, თუ გინდა ის ამიტომ ზვიადს დღესაც აქვს ეს კვალი სხეულზე შაშანაც რომ მივიყვანე ექიმთან, ექიმი როგორ გამოუწერა, რა უნდა გამოიყენოს თვალში, როგორ უნდა ჩაისხას. ზვიადზე ძალიან ცუდად იმოქმედა კანზე განსაკუთრებით, აი ამ წუთასაც განიცდის მაგ დაზიანებას. თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, თქვენი სიტუაცია კი განსხვავებულია, თქვენი შვილი ახლა ციხეშია, მაგრამ ამას გეკითხებით, როგორც მშობელს, რომლის შვილიც შვიდობიან საპროტესტო აქციაზე სახელმწიფოს მხრიდან გახდა, ასე ვთქვათ, მის ჯანმრთელობას სავარაუდოდ მიადგა რაღაც ფიზიკური ზიანი. აი თქვენი როგორც მშობლის პოზიცია რა არის? აი რას კითხავდით, ან რას მოითხოვთ სახელმწიფოსგან ასეთ შემთხვევაში? ამ სახელმწიფოს რა უნდა მოთხოვოთ? ამ სახელმწიფოს უნდა მოთხოვოთ დათმე ეს რუსული ან რაღაცა რომ შემოიტანეს და წავიდნენ ამ ქვეყნიდან, არ ვიცი მე რაღა აგეს რა უნდა მოთხოვოთ. სამართალი აგენთან არ არის, კანონი აგენთან. მე ვთქვი რომ სინდისის კენჭამ შეაწუხოს და შეწუხდნენ ეს რა გავკეთე ხალხო. არ ვიცი, მაგენი ძალიან უპასუხებლები არიან სამწუხაროდ არანაირი იმედი არ მაქვს და ვერანაირი
ბოლოდინი მაგინისგან. არც ერთ რეჟიმს არ უკადრია, რაც მაიკართვის. სამწუხარო რეალობაში ვარ და იმ მშობლებსაც და დედებსაც მოვუწოდეთ, რომ თქვენი შვილი რო იყოს ასეთ მდგომარეობაში, თუ მიიტანდით გულთან, იქეთ ვარ იქვა კიდე. მე ნამდვილად მივიტანდი გულთან და კიდე ამ მთავრობამ ისიც ვერ გათვალა, იქ პირველი საჯარო სკოლა. იქ ქოცევის ბავშვები ცხონდა და გამოდის რომ არ არის არაასფალტი. ხავარია თვითონ იყო კარგად და ყველას სწამდა. და საერთოდ მე რო გავდიოდით აქციებზე მაგ დროს მე ზვიადის გვერდით ვიყავი, რომ სუნთქავის რაღაც საშინელი სუნი იყო და ყველა იყო შეწუხებული რომ ეს აუცილებლად დიდ კვალს დატოვებს ჩვენში. ბევრ ადამიანში ნამდვილად არის ეს კვალი და ახალგაზრდების გულისხმობები ქონდათ, ღებინებები და ურეკავდნენ ექიმს რა გავაკეთოთ და რჩევებს აძლევდნენ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მე ვიცი, როგორ არის შეწუხებული და ახლაც როგორ თუდად არის. და უარყოფენ, როგორ აი არ წვენიან. ის თქვენ რა გაურიეს და რა დოზით რომ დროულად იმკუნალოს ხალხმა და გადარჩენ ეს ახალგაზრდები. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ნარგიზ დავითაძე, ზუა პრეცდაძის დედა. ლალი გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ხართ და დღეს საუბრობთ BBC-ს გამოძიებაზე, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ წყლის ჭავლში რაღაც ქიმიური ნივთიერება გაურია, რომელმაც მნიშვნელოვანი დაზიანებები გამოიწვია. თუ რა დაზიანებები ეს ალბათ კიდე შემდგომი კვლევის საგანია, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის რას ნიშნავს ეს გამოძიება? ეს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გამოიყენა, შესაძლოა გამოიყენა ქიმიური ნივთიერება საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. იცით რა არის ეს რომ გამოიყენა რაღაცა უცნობი ნივთიერება, ეს გონია რომ იცით რა რაღაცა დიდი ალბათობით დადასტურებადია, იმიტომ რომ იმ დღებში აი მე თვითონაც მოვძებნე და შაშა ზუსტად 7 დეკემბერს გამიზიარებია ქართველი ექიმების, რომლებიც აი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის გიორგი კამკამიცისა და რევაზ ბოჭორიშვილის ხო გვარები არ მახსოვს, მაგრამ გაზიარებული მაგ ჩემს პირად გვერდზე ამ ექიმების ეჭვი, რომ ის რაც გამოყენებული იქნა, ეს იყო ქიმიური იარაღი და ჰქონდათ არგუმენტები თუ რატო იყო. მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობა არ ვიცოდით და უცნობი იყო, ექიმებს იმთავითვე გაუჩნდათ ეჭვი, რომ აქ რაღაცა სხვა ფენომენთან ჰქონდა საქმე. გარდა ამისა, მე მყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, რომლებმაც შეისუნთქა ეს გაზი და ჩემი ყოფილი მოსწავლეები, რომელთანაც კომუნიკაცია მაქვს და ბავშვები რასაც მიყვებოდნენ, ძალიან გავდა ჩემს მდგომარეობას 9 აპრილის შემდეგ, როდესაც გადავიტანეთ ყვავილები, ანუ რუსთაველიდან გადატანილი იქნა სიუში. ეს ყვავილები და ძალიან ბევრი მაშინ მოიწამლა. და ყვავილების გადატანის დროს და მეც მათ შორის და ეს სიმპტომები, რასაც აღწერენ, ხო? აი ეს გულისრევის შეგრძნება, კოორდინაციის დარღვევა, აი სუნთქვის გაძნელება და რაღაც ეს სიმპტომები, აი გულისრევის შეგრძნება და ეს კოორდინაციის დარღვევა, ხო? აი ესენი მაშინ მე მქონდა. ანუ ეს ბავშვები რო ყვებოდნენ, ჩემს მაშინდელ მდგომარეობას ემსხვერპლდა აბსოლუტურად და ეხა ეს მართლაც ეხა რაც არ უნდა ემპირიული და პირადი გამოცდილებები გქონდეს, ასეთი საკითხის გარკვევა საბოლოო ბოლოვადი დასკვნები ჭირდება, ხო? მეცნიერული და ლაბორატორიულად დადასტურებული. თუმცა აი ასეთ პირადი გამოცდილების დონეზე ამ ეჭვს არსებობის უფლება აქვს. და თუ ეს გამოიყენა მაშინ როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს რიგითი მოქალაქე? რა მოთხოვნები უნდა თქვა გავლილი, ანუ მეორე სერიას ვიწყებთ რა, უნდა მოვიქცეთ ისე როგორც მოვიქეცით 9 აპრილის შემდეგ. ანუ უნდა ვიბრძოლოთ სამართლებრივი გზებით, უნდა შევეცადოთ, რომ აი ეს გავიტანოთ ეს ინფორმაცია, თუ ყავს ვინმე პარტნიორი მოკავშირე და თანამოაზრე მსოფლიოში და აუცილებლად აი ამისი ასე დატოვება არ შეიძლება, იმიტომ რომ მაშინ ფორმალურად ხო საქართველოს ხელისუფლება 9 აპრილის შემდეგ გადადგა.
ფორმალურად მაინც გადადგა და აი ახლაც ალბათ ახლა იმედი აქვს რომ ამას გადააგორებენ და რამე ამბით გადაფარავენ. იმდენი რამ გადააგორეს, რომ არ ვიცი, ერთი ვარიანტი არის, რომ მართლა იმდენი რამ გადააგორეს, შეიძლება ყველაფერი გადაგორებადი იყოს, ეს ერთი და მეორე ვარიანტი არის, რომ ეს ყველაფერი გროვდება, ხო, აი ემატება, სხვადასხვა ფენებს შეეხო ეს ამბავი თუ იქ გაზი გაუშვეს და ეს მომწაბლავი ნივთიერება იყო, ამას ხო მარტო ხელისუფლების ოპონენტები არ შეისუნთქავენ, არა, იქ ყველას შვილები მოძრაობს და ფაქტობრივად სკოლა იქვე და ეკლესია და მით უმეტეს თუ მოწამლულია და სახელმწიფო ნაძვის ხე იდგა ასე. დაბლა ხო სახელმწიფო ნაძვის ხეზე კაი ბავშვები არ მივიდნენ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ქაშვეთის ეკლესია ხო უფრო დაბალზეა და ასეთი მძიმე გაზეთი მე ილექება ზედაპირზე, ქუჩის ზედაპირზე და ალბათ იქაც აისახებდა. ანუ ეს ხო მარტო ოპონენტებს არ შეხებია რა და მე არ მგონია ეხლა თუ ვინმეს უნდა საკუთარი თავის და საკუთარი ჯანმრთელობის და შვილების და მომავლის ჯანმრთელობის ხარჯზე ქართული ხელისუფლება, საქართველოს ეს ქართული ოცნების ხელისუფლება შეინარჩუნოს, ვიცი ახლა მაშინ მართლა აღარ უნდა ვაკეთო. ძალიან დიდი მადლობა ლალი ანთიძე საუბრობდა ბათუმეორის პირდაპირ ეთერში.